4 დღით ადრე სანამ იმ განცხადებას გამოაქვეყნებდა, მოვიდა და გითხრა მართლა ეს აჟიტირებულმა რომ ფული შემომთავაზეს და არ გავიყიდები და მაგრად ვიდგები და ასე შემდეგ და რამდენი იყო ფული? მივიდა ბიძაშვილი, რომელიც მოქმედი პოლიციის ხელმძღვანელის პოლიციელია და უთხრა რომ დაასახელი თანხის ოდენობა და შენ დაგმაყოფილდები. მოვიდა ძალიან წელში გამართული თქვა რომ მე არ გავიყიდები. ეს ადამიანი ჩვენთან რუსთაველის გამზირზე გაზი აქვს ნაყლაპი და ცრემსადენი სპრეი აქვს სახეში მისხმული მრავალგზის თავის მეგობრებთან ერთად. მოვიდა გითხრა რომ არ გავიყიდები, ესენი ცუდი ხალხია და მეორე მხარეს გითხრა რომ სხვებსაც ელაპარაკებიან. თითქოს რაღაცა ღალატს არ ვიცი ქონდა შესაძლო ადგილი ხო? შესაძლო ღალატს რომ ადგილი ქონდა, მანდ მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. ღალატი მოხდა თუ არა და ფაქტია რომ მოხდა. რომ ადგილი შესაძლოა ქონოდა დიდ ღალატს ორგანიზატორები, ვინც ფლობდა დეტალურ ინფორმაციას გეგმასთან დაკავშირებით და აუცილებელი არის რომ გვითხრან რა იყო გეგმა, იმიტომ რომ ყველა საინტერესებს რა იყო, თუნდაც ვიცოდეთ ვინ არის კონკრეტულად ის მოღალატე, რა გააკეთა იმისთვის რომ სამომავლო ჩვენ არ დავიჭიროთ თუნდაც იმ ადამიანთან საქმე. თვითონ უნდა თქვა, ხო? ჩემი აზრი ეგრე აუცილებლად რომ სხვა აღარ ენდოს მე იგივე ადამიანს, ხო? ანუ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ვისგან და რა ფორმით ქონდა ამ ღალატს ადგილი